ორი მნიშვნელოვანი მოქმედება, რომელიც არასოდეს არ უნდა გააკეთოთ მოლაპარაკების, გასაუბრების თუ საქმიანი შეხვედრის დროს. პირველი, არასოდეს არ მიაბათ თქვენი გარეგნული ფიზიკური მოქმედება და ჟესტიკულაცია თქვენს მიერ მომზადებულ საუბრის შეარს. ეს გამოწვეულია იმით, რომ შესაძლებელია ჩვენ ბევრი ადამიანი გვასწავლეს, რომ საჭიროა მოლაპარაკების თუ გასაუბრების დროს რაიმე ტიპის ჟესტიკულაცია მივაბათ ჩვენს სიტყვას, მაგრამ სინამდვილეში და პრაქტიკაში სულ სხვანაირად ხდება და შესაძლებელია თქვენ უბრალოდ წარმოდგენას არ გქონდეთ თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ასეთი შეხვედრის დროს, ამიტომ სტრატეგია, რომელიც მიბმულია იქნებათ ამა თუ იმ მოქმედების ტიპზე, ამა თუ იმ ჟესტიკულაციაზე, სხვანაირ მოვლენათა განსხვავებული განვითარების შემთხვევაში უბრალოდ ჩამოგეშლებათ ეს სტრატეგია. მით უმეტეს მოლაპარაკების და გასაუბრების დროს წარმოუდგენელია წინასწარ გათვალო თუ როგორ შეიძლება ვინ რა მოქმედება განახორციელოს. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ, შესაძლებელია უბრალოდ რეფლექსური იყოს ის მოქმედება, რომელიც ასეთი შეხვედრების დროს შესაძლებელია რომ ადამიანმა განახორციელოს, ამიტომ რაიმე დასკვნის გაკეთება მოლაპარაკების საგანთან დაკავშირებით ადამიანის ფიზიოლოგიური მოძრაობის თუ მოქმედებიდან გამომდინარე არის კატეგორიულად გამორიცხული და შეიყვანთ შეცდომაში. გირჩევთ, რომ თქვენი სტრატეგია ააგოთ საუბრის შინაარსზე, ანუ საგნობრივი არსის მიხედვით დაალაგეთ ის გამოსახულება, ის სურათი, რასაც თქვენ თავაზობთ მოლაპარაკების თუ გასაუბრების თუ საქმიანი შეხვედრის დროს მეორე მხარეს. მერწმუნეთ, ასეთ შემთხვევაში თქვენი საუბარი გაცილებით უფრო შედეგიანი და ეფექტური იქნება, ვიდრე კონკრეტული ფიზიოლოგიური მოქმედებების მიხედვით გაკეთებული დასკვნებით თუ თქვენს მიერ შეთავაზებული შინაარსი, რომელიც აგებული იქნება ამა თუ იმ ჟესტიკულაციაზე. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი, არასოდეს არ დააკოპიროთ, ანუ ასე ვთქვათ, ბევრი გვირჩევს, რომ ავიღეკლოთ ხოლმე მეორე მხარის მოქმედებები თუ სიტყვები თუ განწყობები და სხვადასხვა ტიპის მანიპულაციები გავაკეთოთ, ასე ვთქვათ, და ასე ვთქვათ, დავაკოპიროთ მეორე მხარის მიერ შესრულებული მოქმედება. კატეგორიულად მიუღებელია ჩემი აზრით ესეთი რამე, იმიტომ რომ ჯერ ერთი ეს არის ასე ვთქვათ ბრომოჭმული და გაცვეთილი მანიპულაციის ტიპი. მერწმუნეთ, ვისაც მობილური ტელეფონი გააჩნია დღესდღეობით და ინტერნეტთან წვემა აქვს, ყველა მიცის რა არის მანიპულაცია, ყველა მიცის ეს როგორ ხორციელდება. ძალიან ბევრმა ადამიანმა უკვე წაიკითხა ეს რაღაც ძალაუფლების 48 კანონი და ყველა ხვდება ამ მანიპულაციურ ხრიკებს და მეთოდებს, ასე რომ მიუღებელია ესეთი მოლაპარაკებებში, ამან 99% შემთხვევაში შესაძლებელია უარყოფითი ზეგავლენა გამოიწვიოს. მერწმუნეთ, აქ ცუდსა და კარგზე კი არ ვსაუბრობ, ეს განაცვლიდი ან კარგია, ან რაღაც არაეთიკურია. არა, უბრალოდ არ გარისკოთ, მეგიჩვენთ, იმიტომ რომ 99% შემთხვევაში ეს გამოიწვევს თქვენთვის არასასურველ უარყოფით შედეგს. მეორე, დღეს დამსაქმებელი მით უმეტეს გასაუბრებაზე თუ საუბრობთ, ხო, გასაუბრების შინაარსზე, დღეს დამსაქმებელი და ბიზნესი, აი პრაქტიკული შეხედვიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ ეძებს არა იმდენად რაღაც შაბლონური ტიპის შაბლონში მჯდომ ადამიანებს, არამედ ეძებს ინდივიდუალიზმს და თქვენ ეს დაკოპირება გაკარგვინებთ ინდივიდუალიზმს. და ანუ თუ კი მაგალითად თქვენ ისეთ დამსაქმებელთან გაქვთ საქმე, რომელსაც ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და სიამოვნეს, რომ ყველა მისი თანამშრომელი უნდა იმეორებდეს მის მოქმედებებს და მის საქციელს, მაშინ ალბათ შესაძლებელია რაღაც თავის სამსახურის მოპოვების მიზნით ვთქვათ განახორციელოთ ესეთი მოქმედება, მაგრამ
მეორე მხრივ დაფიქრდით იმაზე, რომ ესეთი ფსიქოლოგიური პრობლემის მქონე ადამიანთან თუ გიღებთ მუშაობა და თუ კი გიღებთ საერთოდ რაღაცა თქვენი თავის გამოჩენა. ანუ ბიზნესი დღეს ეძებს ინდივიდუალიზმს და თქვენს პირად პოტენციალს უფრო აფასებს. ანუ რა შეგიძლიათ პირადად თქვენ შესძინოთ ამა თუ იმ წარმოებას, ამა თუ იმ ბიზნესს, ამა თუ იმ პროცესს და ეს უფრო ფასდება, ვიდრე ვთქვათ რაღაც კონკრეტული ტიპის თქვენი უნარი, რომ დააკოპიროთ რაღაც მოქმედება და იგივე გაიმეოროთ, რასაც დამქირავებელი ან მოლაპარაკების მეორე მხარე, ან საქმის შეხვედრაზე მეორე მხარე ახორციელებს. ეს ორი მომენტი ჩემი აზრით განმსაზღვრელია იმისთვის, რომ თქვენს მიერ წარმოებული მოლაპარაკება, გასაუბრება თუ საქმიანი შეხვედრა წარმატებით განხორციელდეს და წარმატებით დასრულდეს. მოლაპარაკება არის კომპრომისების გამოცემის, კომპრომისების სიმრავლის, ასე ვთქვათ, დივერსიფიკაციის ხელოვნება. და რაც უფრო მეტად გამოძებნით ესეთი თქვენი და მეორე მხარის შეხების წერტილებს, გაამრავლებთ მათ, ხო, მით უფრო მეტად თქვენთვის სასარგებლო შედეგით დასრულდება მოლაპარაკება, გასაუბრება თუ საქმიანი შეხვედრა. ამიტომ გირჩევთ, რომ ინასთან მოიძიოთ ინფორმაცია მეორე მხარის შესახებ მაქსიმალურად შეისწავლოთ და იმისთვის კი არა, რომ ვთქვათ, თუ კი ეს ადამიანი რომელიღაცა რაიონიდან ან რომელიღაცა ქალაქიდან არის წარმოშობით და მანიპულაციურად მოატყუოთ, რომ უი, მე სამ მხარიდან ვარ წარმოშობით და მე სამ ქალაქიდან ვარ. არა, ამაზე მეტად ფასდება ის მომენტი, რომ თქვენ შეისწავლეთ ეს ადამიანი გამოჩნდეს მოლაპარაკებაში, რომ თქვენ შეისწავლეთ ეს საქმიანობა და საბუნობრივად ცდილობთ წარმართოთ მოლაპარაკება თუ გასაუბრება თუ საქმიანი შეხვედრა და თქვენი ლიდერული ფუნქციების გამოკვეთა შეგიძლიათ მათი და თქვენი ინტერესების თანხმეტლით. აი ეს არის მოლაპარაკების და კომუნიკაციის ხელოვნება.